წყალთან და საკვებ დანამატებთან დაკავშირებით ალბათ უკვე ძალიან ბევრი რჩევა და აზრი გექნება მოსმენილი. მეგობრებისგან იქნება თუ ნათესავებისგან, ყველა თავისი გამოცდილების გაზიარებას ცდილობს და უმეტეს შემთხვევაში ამის უკან კარგი განზრახვა დგას. ცუდი ისაა, რომ ნაცნობებისგან გაგონილი რჩევები ხშირად გადაუმოწმებელი მითებია, რომლებიც რეალობას არ შეესაბამება. ამიტომ ამ ვიდეოში განვიხილავთ რამოდენიმე მითს, იმისთვის რომ იცოდე რა არის მართალი და რა არა. შეიძლება სადმე გსმენია, რომ ადამიანმა დღეში 8 ჭიქა წყალი აუცილებლად უნდა დალიოს. ან თუნდაც სხვა ნებისმიერი რაოდენობა იყოს, ხანდახან იმას ამბობენ, რომ დღეში 3 ლიტრი აუცილებელია. წყლის მიღებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ვიდეოში უკვე ვთქვით, რატომაცაა ეს მოსაზრება არასწორი, მაგრამ მოდი აქაც გავიმეოროთ. ჰიდრატაცია ანუ სხეულში წყლის რაოდენობა დაბალანსებულია მიღებული და დაკარგული წყლის თანაფარდობით. წყალს ვიღებთ საკვებიდან და სასმლიდან და ვკარგავთ ოფლის და შარდის გამოდენით. ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან წონით, სქესით, სიმაღლით, ფიზიკური აქტივობის და ოფლიანობის რაოდენობით. რაც იმას ნიშნავს, რომ გამოწერილი რეკომენდაციები, როგორიცაა 8 ჭიქა დღეში, ან ნებისმიერი სხვა რაოდენობა ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან ზედმეტი იყოს და ვიღაცისთვის ძალიან ნაკლები. ამიტომ ჯობია უმეტეს შემთხვევაში წყურვილის მიხედვით დალიო წყალი და დაკვირვების შედეგად განსაზღვრო რამდენია საჭირო პირადად შენთვის. კიდევ ერთი ცნობილი მოსაზრებაა, რომ ყავის დალევა იწვევს დეჰიდრატაციას. და ამ მოსაზრებაში სიმართლის მარცვალი არის, იმიტომ რომ ყავას პატარა შარდმდენი ეფექტი მართლა აქვს. მაგრამ ეს ეფექტი არც ისე ძლიერია, რომ სერიოზული დეჰიდრატაცია გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყავისგან მიღებული სითხე ამ დაკარგულ სითხეს აბალანსებს. შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ ყავის დალევა ჯანსაღი ადამიანისთვის არანაირად არაა საშიში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დღიურ მაქსიმუმს არ გადააჭარბეთ. რაც შეეხება დანამატებს, კრეატინზე არსებობს ასეთი საკმაოდ პოპულარული მოსაზრება, რომ მისი მიღება თირკმლის პრობლემების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. საქმე ისაა, რომ კრეატინის მიღებამ შეიძლება მისი დაშლის პროდუქტის კრეატინინის რაოდენობის ზრდა გამოიწვიოს. კრეატინინის რაოდენობით ზომავენ თირკმელების ფილტრაციის შესაძლებლობას. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ზრდის შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დაასკვნოს, რომ კრეატინი თირკმელებისთვის საზიანოა. მაგრამ შეგიძლია მშვიდად იყო, იმიტომ რომ პირველ რიგში ის ფაქტი, რომ კრეატინის მიღება კრეატინინის ზრდას იწვევს, ბოლომდე არაა დამტკიცებული და გინდაც ასე იყოს, კრეატინინის რაოდენობის ზრდა პირდაპირ თირკმლის პრობლემებთან არაა დაკავშირებული. ანუ კრეატინის მიღება სრულად უსაფრთხოა, მაგრამ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე ექიმთან გასაუბრება მაინც კარგი იდეაა. და ბოლო მითი არის, რომ ზედმეტი ცილის მიღება, განსაკუთრებით პროტეინის ფხვნილი იწვევს თირკმლის კენჭების ჩამოყალიბებას. მიუხედავად იმისა, რომ ცილების ძალიან დიდი დოზების მიღებაც კი უკვე ძალიან დიდი ხანია გამოკვლეულია და შედეგები მის უსაფრთხოებას ამტკიცებს, ექიმების ნაწილი მაინც იმეორებს ძველ მოსაზრებას, რომ ცილების მიღება თირკმლის პრობლემებთანაა დაკავშირებული. სიმართლე ისაა, რომ პროტეინის ფხვნილი ისეთივე საკვები ნივთიერებაა, როგორც ნებისმიერი სხვა ცილის წყარო, მაგალითად ქათმის ხორცი. არაფერი განსაკუთრებული ამ დანამატში არა, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ პროტეინის ფხვნილიდან მიღებული ცილა ხშირად უფრო მაღალი ხარისხისაა. ანუ პროტეინის ფხვნილის საშიშროებაზე ლაპარაკი ისეთივე უაზრობა გამოდის, როგორიც ქათმის ფილის საშიშროებაზე ლაპარაკი იქნებოდა. რაც შეეხება ცილის მაღალი დოზების საშიშროებას, ჯანმრთელი ადამიანი ნორმალურ კვების რაციონში იმდენ ცილას ფიზიკურად ვერ ჩაატევს, რომ ამან რაიმე პრობლემა გამოიწვიოს. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის, მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.